როგორც ოზურგეთის ნომერ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ გითხრა, 12 საათისთვის საკუთარი არჩევანი 12,000-მა ამორჩეველმა გააკეთა. მისივე განცხადებით, არჩევნები 7 გარემოში მიმდინარეობს და 12 საათისთვის არც ერთი საჩივარი არ შეცვლა არც საოლქოში, არც საუბნო საარჩევნო კომისიებში. ამ დროისთვის ოზურგეთის ოლქში 7 გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, აქტივობა საკმაოდ მაღალია, საკმაოდ აქტიურობს ამორჩეველი, არანაირი ექცეს ადგილი არ ქონია და საჩივარიც შესაბამისად არც ერთი საჩივარი არ არის შემოსული არც საუბნო საარჩევნო კომისიებში და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში. 12 საათის მონაცემებით დაახლოებით 12,000 ამორჩეველი არის უკვე ვინც გააკეთა არჩევანი და იმყოფებოდა უბანზე. მოქალაქეების აქტივობა საარჩევნო უბნებზე დილიდან მაღალია. გამოკითხული ამორჩევლები ამბობენ, რომ მათი მთავარი სურვილი ქვეყანაში კეთილდღეობაა. ნაწილი საუბრობს ოპოზიციაზე და აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესი საჭიროებს ძლიერ და კეთილსინდისიერ ოპოზიციურ ფლანგს. რას გვეტყოდით და რას სურვილები გაქვთ? რა ვიცი, იმედიანი. განწყობა იმედიანია. რომ რას სურვებით საქართველოს ამარჩევნებში? საქართველოს გამარჯვება. დამოუკიდებლობა, კეთილდღეობა. რა ვიცი, როგორ მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ, რომ ძალიან ობიექტურად და ყურადღებიანია ყველა და რა ვიცი, ხალხიც მობილიზებულია აგერ ეთყობა. ფემნებს რას სურვებით ეს მინდა? მოლოდინები ახლა რა გითხრათ, ჩვეულებრივად გაგრძელდება, როგორც საჭიროა, ისე თავარია ჩამოყალიბდეს ახალი და ნორმალური ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციონერებას გაუწევს და არა ბრძოლას. ვისურვებდი, აი ასეთ ოპოზიციას ვისურვებ.